სოლდეს ხის სიმაღლე მიწისევიდან კი არის ომება ფესვებიდან შენი ფესვები იქ არის საქართველოში ამბავი, რომელიც ერთი ადამიანის ცხოვრებას ასახავს, ლონდონში ემიგრაციაში მყოფი დავით ხომასურიძეა. მისი ამბავი მხოლოდ ერთი ემიგრანტის ისტორია არ არის. ეს არის ეპოქის ანარეკლი, იმედის მატარებელი მოგზაურობა, რომლის მიზანიც გაქცევა კი არა, არამედ დაბრუნება იყო. ლონდონში განათლებისა და გამოცდილების საძიებლად გაემგზავრა. დიდ მეგაპოლისში თავი დაიმკვიდრა. თავისი ტრადიციები ბოლომდე დაიცვა და ქართული ეკლესიის დაფუძნებაც მოახერხა მეგობრებთან ერთად. მისთვის ლონდონი გახდა არა მუდმივი სახლი, არამედ დროებითი მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მასწავლებელი. თავდაპირველად იყო ენობრივი და კულტურული ბარიერები. მარტოობის მძიმე ტვირთი და დაუსრულებელი ბრძოლა ფეხის მოსაკიდებლად. მაგრამ დავითი ამას უყურებდა როგორც ინვესტიციას საკუთარ თავში და საბოლოოდ საქართველოში. სწავლის პარალელურად დათო მუშაობდა თავდაუზოგავად. სამსახური, რომელიც ხშირად უმნიშვნელო და დამღლელი იყო, მას აძლევდა არა მხოლოდ საარსებო მინიმუმს, არამედ ყველაზე ფასეულს, დასავლურ სამუშაო ეთიკას, სისტემურ აზროვნებასა და პროფესიონალურ გამოცდილებას. ეს იყო უცხო კულტურის ფილდში გატარებული ცოდნა, რომელიც ქართულ რეალობასთან თანხვედრაში უნდა დარჩენილიყო. მისი ემიგრანტული ცხოვრება სავსე იყო პარადოქსებით. დათო ფიზიკურად ლონდონში იყო, მაგრამ გულით და გონებით საქართველოში. თუმცა რაც უფრო მყარდებოდა მისი პოზიცია უცხო მიწაზე, მით უფრო მკაფიოდ ესმოდა ნოსტალგიის ხმა, რომელიც არასოდეს ყოფილა ყრუ, მაგრამ ლონდონის ხმაურში დროებით მიჩქმალულიყო. და ამ ფაქტების ცენტრში იდგა ერთი კონკრეტული ადგილი, სოფელი ფარცხისი. ფარცხისი არ იყო მხოლოდ გეოგრაფიული წერტილი რუკაზე, ეს იყო მისი ფესვები, მისი იდენტობის ალფა და ომეგა. აქ მაღალმთიან კუთხეში, პაპის დანატოვარ მიწა-წყალზე იყო ის სივრცე, რომელიც დავით ხომასურიძეს მემკვიდრეობით ერგო. ნაკვეთი, რომელზეც ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო მისი წინაპრების ოფლისა და შრომის კვალი. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი წინაპრების სისხლით გაჟღენთილ მიწაზე. ეს არის ძალიან უძველესი ციხე, მოხსენიებულია დავით აღმაშენებლის დროს და ამ ციხეს როგორც გადმოცემით არის ცნობილი, არის როგორც თავშესაფარი, საფარციხე, ასეთი ცნობებია და სოფელსაც ასე დაერქვა ფარცხისი. ასე რომ თავშესაფარის დატვირთვა ჰქონდა რა. ასევე გადმოცემით ვიცით, რომ აქედან თუ გავხედავთ, არის ბირთვისის ციხე, რომელიც აუღებელი ციხე იყო თემურ ლენგამდე, ასე ვთქვათ, მარტო მაგან მოახერხა აღება და რაღაცა შეტყობინების კუთხით ალბათ ამასაც დატვირთვა ჰქონდა. კომუნიკაციის საშუალებაც იყო ესეთ ადგილზე აშენებული. სამწუხაროდ ყურადღება არ ექცევა, აქ მთელი ბავშვობა აქვს გატარებული და ამას ვიტყვი, რომ ძალიან დიდი სურვილი მქონდა ბავშვობიდანვე, რომ აქ
რაღაც დატვირთვა მიცემოდა ამ ადგილს რა, ძალიან მიყვარს ეს ადგილი და ძალიან ისტორიულია, ძალიან ძველია. აქ არის ერთი საიდუმლო გვირაბი, საიდანაც წყლით მარაგდებოდა ეს ციხე, აგერ ცოტა მოშორებით არის, ნახავთ ამ იმასაც. უბრალოდ არის თაღოვანი მშენებლობა იმ გვირაბის და ამოვსებულია რა, დრომ ამოავსო რა, ქვებით და რაღაც შესვლა შეუძლებელია რა შიგნით. გვირაბი საკმაოდ გრძელი გვირაბია, ჩადის ქვემოთ არის ერთი პატარა მდინარე, ფარცხისებს ვეძახით ამ მდინარეს. სავარაუდოდ ის წყალი იყო ამ ციხის წყლით მომარაგების საშუალება. თქვენი ემიგრაცია ინგლისში დაუბრუნდეთ ამ თემას, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და წეგან ჩვენ საუბრობდით პირად საუბრაში მითხარი, რომ მეო ისეთი წინაპარი მყავდაო, რომ დღესაც ამაყად დავდივარო და იქ დავფუძნდი, სადაც ჩემი პაპა იყო. კი. ამასთან დაკავშირებით თქვენი ემიგრაციის ასე რომ ვთქვათ, ცხოვრების ფრაგმენტები და დაუკავშიროთ ის, აი რამაც აქ გამოგაწევინათ გული. ხო, დაახლოებით ესე იგი 2005 წელს ესე იგი წავედი ემიგრაციაში. მოკლედ როგორ ვთქვა, დაახლოებით 8 წელი გავატარე ემიგრაციაში და ძალიან პრინციპში მე პირადად ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, როგორც ცხოვრების, ასევე შრომის, დროის ფასის, პროფესიონალიზმის კუთხითაც და ალბათ ყველა ემიგრანტს მაშინ უღვივდება სიყვარული თავის ქვეყნის, საიდანაც ის არის რა, იმიტომ რომ განსაკუთრებით მაშინ გრძნობ რომ უცხო ხარ იმ ქვეყანაში, სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან უცხო ხარ რა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მთელი ცხოვრება იქ გაატარო. მაინც მიუღებელი ხარ იმ, მაინც ჩასული ხარ რა და ესეც უხერხულობას მიგრანტის სტატუსი. რა თქმა უნდა, იმათიანი ვერ გახდები რა, რაც არ უნდა გააკეთო, რაც არ უნდა პროფესიონალი იყო, რაც არ უნდა რა ვიცი ბიზნესი ქონდეს და მილიონერი იყო, მაინც ემიგრანტი ხარ რა. ცოტა კონსერვატორები არიან ეს ინგლისელები და მაგ კუთხით ასე გძნობ რა. თუმცა ეს იმხელა დისკომფორტს არ გძნობდა, რომ იქ თქვათ განვითარებისთვის ხელი შეეშალა. მე მადლობელი ვარ პირიქით, ბევრი ვისწავლე, როგორც აღნიშნე წეგან და ყოველთვის მიზიდავდა საქართველოს როგორც ყველა ემიგრანტს რა. ერთი უნდა აღნიშნო, რომ რთულია უკან დაბრუნება რა. როდესაც გაქვს კარგი პირობები, კარგი შემოსავალი, ხელფასი იქიდან შენებს ეხმარები აქეთ და ეს ყველაფერი გაქვს უსაფრთხოდ გრძნობ თავს, ასე ვთქვათ, არ გემუქრება, ვთქვათ, რაღაც სამსახურის გარეშე ყოფნა და ასე შემდეგ და დაცულად გრძნობ თავს. უმჯობესი, ესე იგი, უმრავლესობა ამჯობინებს, რომ არ დაბრუნდეს რა, იმიტომ რომ აქ დაბრუნების შემთხვევაში დისკომფორტია რა მათთვის. ახლიდან უნდა დაიწყონ აქ ცხოვრება რა. თუმცა მე ცოტა სხვანაირად ვფიქრობ რა. ჩემთვის არ იყო დიდი პრობლემა, მე შემიძლია გადაწყვეტილების უცბად მიღება, თუ მჯერამე იმ გადაწყვეტილების რა. ინგლისში წასვლაზეც ესე იყო და იქიდან ჩამოსვლაზეც ასე იყო რა. იქ სიმართლე გითხრათ, დიდი კაპიტალი არ დამიგროვებია, უბრალოდ ცოდნა, გამოცდილება და ეს რაც წეგან ჩამოთვალე, ეს შევიძინე, რომელიც გძნობ რომ მადგება ახლა რა, რა საქმიანობასაც ვეწევი, ამაში ძალიან მადგება ეს გამოცდილება, იქ მიღებული განათლებაც. სტიქაროსანიც იყავი. ხო, ეგ მიმართულებას კი. კი, ბატონო. ანუ გააგრძელე იქაც და ძალიან დიდი 8 წლია ჩადებული თქვენი ხო, ბევრი არაფერი, მაგრამ ქართული ეკლესია.
კი ბატონო, მე აქტიური ვიყავი აქ მაგ კუთხით, გალობდი კიდეც, მსახურობდით კიდეც იქაც. ჩართული ვიყავი ქართული ეკლესიის ალბათ იცით რომ არ ქონდა ქართულებს ეკლესია ლონდონში და დაწყების პერიოდში მე მომიწია ამ საკითხზე მუშაობა და პატარა წვლილი მე შევიტანე ამ ეკლესიის დაფუძნებაში, ასე ვთქვათ, რა თუ ხმა მაღალი ნათქვამი არ გამომივა. და აქტიურად ჩემ მეგობრებთან ერთად აქტიურად ვიბრძოდით რომ ქართველებს ქონოდათ ქართული ეკლესია რა და ნუ რაღაც ეტაპზე მე დაბრუნდი აქეთ და სხვამ გააგრძელა და საკმაოდ ეფექტურადაც დასრულდა რა. ეხლა დღეს გვაქვს ჩვენ საკუთარი ეკლესია, სადაც ქართველებს შეუძლიათ მივიდნენ და პატარა საქართველო იგრძნონ რა. მართლა ასე იყო რა. ეხლა მეც რო იქ ვიყავი, ეხლა ვისაც იქ ვიცნობ, ყველას ვიცნობ ეკლესიიდან რა. ნუ რამოდენიმე ადამიანი შეიძლება სამსახურში შემთხვევით გაცნობილი იყოს რა. ანუ თბილისში არ ერთოდით, ჩამოხვედით ისე მამა პაპისეულ მიწაწყალს დაუბრუნდით იმ პაპის, ასე რომ ვთქვათ, ნაფუძარში. კი ბატონო. ხო, ეხლა ჩვენი გვარი აქ ჩამოსახლებულია დიდი ხნის წინ, იმდენად დიდი ხნის წინ რომ როგორც გითხარით, არ არის ცნობები როდის ზუსტად. რამოდენიმე კომლია აქ ხომასურიძეების და ერთ-ერთი ჩვენია. მართალია თბილისში გავიზარდე, თუმცა აქ ვატარებდი მთელ ზაფხულს არდადეგებზე და ძალიან დიდი გავლენა აქვს თვითონ ამ ადგილს ჩემთვის. ჩემს პიროვნების ჩამოყალიბებაში ძალიან ესე აქ ვეზიარე ბუნებას, რასაც მე ყოველთვის აღვნიშნავ რომ ესე იგი ბუნების გარეშე ადამიანი ხო არ არის, არ შეიძლება რომ იცხოვროს და გადარჩეს და ეს რომ გავიაზრე ძალიან მომეწონა ეს კონცეფცია და ვცდილობ რომ თვითონ ამ კუთხით შევიტანო ჩემი წვლილი. ეხა ვისაუბრეთ უკვე რა გეგმები მაქვს და ეს გეგმები ზუსტად აქ ესე იგი ბუნებასთან თანამშრომლობაში გამოიხატება რა, რომელიც არასპირიქით რა, ჩემი მეთოდი, ჩემი პროექტი უბრალოდ რაც გულისხმობს ბუნებასთან მჭიდრო კავშირს და ბუნებისგან სარგებლობას და პირიქით ბუნება უნდა ვასარგებლოთ, თორე სხვანაირად ესე იგი სოფლიო დაიღუპება რა. როდესაც ბუნებისგან მხოლოდ იღებ, აუცილებლად რაღაც უნდა დაუბრუნო, თორე გამოიფიტება და მოკვდება რა. ხეს რომ მოჭრი, აღარ არის იქ და არც ჟანგბადი გაქვს, ხო, მარტივია. ეს მეთოდი წეღარ რო ვახსენე, მუდმივი კულტურა, permaculture რო ვახსენე, ზუსტად მაგას გულისხმობს, რომ არ დააზიანო ბუნება და მისგან ნაკლები ენერგიით, ნაკლები ძალისხმევით მიიღო შედეგი. ეს ძალიან საინტერესო კონცეფციაა რა. ჩემთვის მეგობრობა ნიშნავს ყველაფერში. უყურეთ, რა თქმა უნდა, აქაც ვყავს მეგობრები და იქაც დავტოვე მეგობრები. ესე იგი, ძალიან საინტერესო რაღაც მოვიფიქრეთ იქ, თუ როგორ შეიძლება და დაბრუნება საქართველოში რა. ესეთი იდეა გაჩნდა, რომ ჩვენს ვისაც სურვილი ექნებოდა, მოვიწვიეთ მთელი ქართველები, ბიჭები რა თქმა უნდა, რომ ვისაც სურვილი ექნებოდა, უნდა რაღაცა შეგვეგროვებინა რაღაც თანხა, რომელთაც როდესაც შეგროვდებოდა, რაღაც საქმე უნდა დაგვეწყო აუცილებლად საქართველოში. და ეს მოგცემდა იმის პირობას, რომ ჩვენ თუ მოგვინდებოდა საქართველოში წასვლა, თავისუფლად დაუფიქრებდა წამოსულიყავით, რადგან ამით ჩვენ ფინანსურ უსაფრთხოებას გვქმნიდით ჩვენთვის რა. თავიდან ბევრი იყო მსურველი, მე ცოტა სკეპტიციზმი შემოეპარა და დავრჩით ალბათ ერთი
12 მეგობარი, რომელმაც გავაგზავნეთ ეს საქმე და ბოლოს ისე აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა მოიტანა პროექტი საქართველოში და მოიტანა ჩვენთან, რომ აი ესეთი ამბავიაო და სამედიცინო მიმართულებით იყო რა და იქ თუ ყველას მოეწონებოდა ამ პროექტს დავაფინანსებდით რა და ასეც გავაკეთეთ დაახლოებით 6 წლის წინ დავაფინანსეთ ეს კარგი ხალხი, რომელიც ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ ახლა მათ და აღმოჩნდა რომ შესრულებადი ყოფილა რა აღმოჩნდა რომ შესაძლებელი ყოფილა აი ერთად დგომით რაღაცის კეთება რა ესე ძალიან საინტერესო მომენტია რა ჩვენ ვახსენე გვაქვს 23 ჰექტარზე ნუში გაშენებული ესეც ჩვენ რამოდენიმე მეგობარი ვართ ამაში ჩართული ამ პროექტსაც ვახორციელებთ და ეს კიდევ ჩემი პროექტია რომელშიც ესე იგი უანგაროდ დამეხმარნენ ჩემი მეგობრები რა ფინანსურად რა ეხლა მე ამას მართლა ვერ გავაკეთებდი მათ გარეშე მე რომ უთხარი რომ მეთქი ასე ვაპირებ თქო და რაღაც თანხა მჭირდებოდა რომ ჩემ ოჯახისთვის რაღაც ყოფილიყო რაღაც 1 წლის საკმარი რა გამოვითვალე რომ რამდენი შეიძლებოდა რომ რაღაცა პერიოდი და რაღაც თანხაზე მივედი და მე უთხარი ბიჭებს მეთქი ეს თანხა უნდა წავიღო ამ საქმიდან ამოვიღო რომ ამას და ამას ვაპირებ და ჩემს ოჯახს მჭირდება თქო ხა სანამ აქ ამომუშავებ თქო ამ ჩემს საქმიანობას და იფიქრეს და ეს ფული არ გაუმატანეს და თვითონ მიხდიდნენ 1 წელი რაღაც ხელფასის ეს ჩემი ოჯახი დაკმაყოფილებული ყოფილიყო ფინანსურად რა ეს ესეთი ჟესტია რა ვიცი მე არ გამიგია რა არსად ხო და ეს იყო მარტო პატარა ნაწილი იმ ამ ურთიერთობაში რა და მეგობრები ამიტომ არიან მარტო ამიტომ არ არიან რა ბევრი სხვა დეტალია რაც ჩვენ ერთად ცხოვრებას ეს ხო ემიგრაციაში როცა ხარ სხვანაირად გძნობ რა თქმა უნდა იქ არის გამადიდებელი შუშით უყურებ ყველაფერს რა და იქ განსაკუთრებულად არის გრძნობაც, ურთიერთობაც და საერთოდ ყველაფერი რა. პაპისეული მიწა დავითისთვის იქცა უკან დასაბრუნებელ ბილეთად, რომელიც მისი ფიქრის ბურჯად აიღო. მან ლონდონის ცათაბჯენები თავის თვალში გაცვალა ფარცხისის მთების სიმწვანესა და სიჩუმეზე. ინგლისური კორპორაციის ოფისის ნაცვლად მის გონებაში დახატული იყო ნაკვეთი, რომელსაც მოვლა და ახალი სიცოცხლის ჩასუნთქვა სჭირდებოდა. დაახლოებით 25 წელია ვგალობ და აი ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ 20 წლის წინ ჩვენ საერთო მეგობრებმა გამაცნო, რადგან დათო ამ წრეში ტრიალებდა გალობის წრეში, სანამ უცხოეთში წავიდოდი დათო ინტენსიურად მაშინ ახალგაზრდები ვიყავით და სწავლობდით ამ გალობას და იკვეთებოდა ხშირად ჩვენი გზები. თუმცა ახლოს და აი როგორც სიტყვენ დაახლოება ჩვენი მოხდა 6-7 წლის წინ დავიწყე ასევე საერთო ახლობელთან მუშაობა. მე ფინანსისტი ვარ და ამ დარგით დავიწყე მუშაობა და დათო აქ ხელთავიდან ასე ვთქვათ შევხვდი კვლავ ამ სამსახურში დათოს იქ მუშაობდა და რამოდენიმე 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ ფაქტიურად ერთ ოთახში მოგვიწია მუშაობამ და ძალიან ბევრი რამე მქონდა საერთო და ერთად საკეთებელი. ასევე ამ წლებში აღვადგინეთ ჩვენი გალობის ამბები. მე
ეს წლები არ შემიწყვეტია გალობა, თუმცა დათოს გარკვეული წყვეტა ჰქონდა, რადგან უცხოეთში იყო წასული და ამ წუთში მე გალობ ანჩის ხატშიც მიწევს გალობა, ვგალობ კლდისუბნის წმინდა გიორგიში და დიდ დღესასწაულებზე მიწევს ბეთანიის მონასტერში. თუმცა ამ დიდ დღესასწაულებზე ყოველთვის ჭირს ამ გალობლების მონახვა და დათო შევთავაზე რომ იქნებ გაგვეხსენებინა კარგად ეს გალობა, ტიპიკონი გალობის და ეს დამხმარებოდა ბეთანიაში რომ დღესასწაულებზე გვევალობა. აი ამ რეპეტიციებმა, აი ამ უფრო მეტმა ურთიერთობამ ძალიან დაგვაახლოვა. დათო ზოგადად ძალიან ესეთი რო ვთქვიან იდეინი ადამიანია, ძალიან ბევრ საკითხზე ჰქონდა საუბარი და სწორედ მაშინ ზუსტად მაშინ იყო ერთ-ერთი თემა ეს სოფლის მეურნეობა, ფერმა, აი მაშინ იბადებოდა ეს იდეა და მე თვითონაც სოფელში გაზრდილი ვარ და არ არის უცხო ჩემთვის ბუნებასთან და შრომასთან და მეც ძალიან მოუწონე ეს იდეა დათოს აი ამ ფერმის გაკეთებასთან დაკავშირებით და ჩემი გამოცდილებიდან როგორც ფიზიკური შრომით ისე ჩემი ფინანსური ამბებიდან აი ყველანაირად გვერდში დაუდექი შეძლების დაგვარად და დღესაც ერთად ავართ, ერთად ვაკეთებთ, არა დათოა თავარი ამ ყველაფრის. დათოსში გამოვყოფთი აი მიზანდასახულობას და თვისებას, რომ თუ რამე დაისახა მიზნად, აი სანამ არ გააკეთებს იმ საქმეს არ მოეშვება. აი არ არსებობს ამ კაცისთვის დაღლა. აი მსგავსი შემთხვევა არ მქონია რა, აი დაუღლელი ადამიანი შეუძლია აი 24 საათი კვირაში 7 დღე იშრომოს და აი კოლოსალურ ენერგიას ხარჯავს იმისათვის რომ ფეხზე დააყენოს თავისი მეურნეობა და ფეხზე დააყენოს ის საქმე, რასაც აკეთებს და დათოს უსურვებ წარმატებას, იმიტომ რომ ამას იმსახურებს. ამას იმსახურებს იმის გამო, რომ ძალიან ბევრს შრომობს, არის უაღრესად კეთილშობილი და აი კარგი ადამიანი. აი საოცრად მშრომელი, არაჩვეულებრივი ოჯახის პატრონი, 4 შვილის მამა და უსურვებ წარმატებას და ამ წარმატებას ის აუცილებლად მიაღწევს. ამაში დარწმუნებული. სახელზეც ბევრი ვიფიქრეთ, ახლა როდესაც უკვე შემომიერთნენ ჩემი მეგობრებიც და აი ეს ამ ეტაპზე რომ მოვედით, დადგა სახელის დარქმევის საჭიროება. და ბევრი ვიმჯერეთ. ვფიქრობ, რომ დავარქვათ ჩვენი სოფელი. და ამ სახელით ალბათ გავაგზავნებთ საქმიანობას. უმეტესობისთვის სოფელი კარგ ასოციაციას იწვევს. ხო, მოკლედ ძალიან კარგი მეთოდია ეს, რაც არის რა. ესე იგი ტექნოლოგია არის შერწყმული ამ შენობაში, ისე რომ აი მართლაც აპლიკაციით კონტროლდება ტემპერატურა, ტენი და საკვებიც შეიძლება და სითბოც. ძალიან მინიმალური შეხება გვაქვს თვითონ წიწილებთან და ეს განაპირობებს ამათ ჯანმრთელობას და კარგ ზრდას რა. ხო, ჯანსაღად და ხო, ეს არის აუცილებელი ამათთვის რა. ახლა რომ თქვა რომ ისა როგორც ადრე ვთქვი რა, ამათ ისე ვერ გაზრდი რა. მით უმეტეს აქ ეხა 3000 ცალია რა და ამათ ჭირდება სპეციალური კლიმატი კონტროლი, რომ რაღაც კონდიციამდე მივიდნენ და 2-3 კვირაში
ესენი ისე გაძლიერდებიან, რომ ამათი გაშვება შეიძლება გარეთ, როგორც იქ იყვნენ და ისევ იმ ხარისხის ესე იგი ხოსნი ვიღებთ. ხო, ყვებაზე გადადიან და ხარისხს წვებულობ საბოლოო ჯამში. რა თქმა უნდა. საუკეთესო. კი ბატონო, აქ მე ვაპირებთ იონჯარი ძალიან კარგი ამათვის, იონჯის დათესვას და მონაცვლეობით ამათ გამოშვებას. ნუ ფელი ის არის რა. ანუ გეგმები რა თქმა უნდა. კი. ხარისხის გაუმჯობესებაზე წარმოგიდგენთ ამაზე უკეთეს რა იქნება, ხო? ფიქრობ, ეხა იმასთან ესენი პატარები კომპოსტზე მე ფიქრობდი რომ ვერ გაქაჩავდნენ რა ასე ხესად ვთქვათ. თუმცა მე ვეტერინარი ვინც ყავს ეხლა იმან მითხრა რომ შესაძლებელია რა 2-3 კვირიდან ესენც რომ გადავიყვანოთ და ის იქნება ბუნებრივად რა იმაზე მართლა თავს დავდებ რომ იქნება რა ქვია როგორც დიდები არიან რა ხარისხსაც ვიღებთ რა ეხა ამათი გაზრდა ვინმე რო თქვას რომ ამათ სიმინძე და ხორბალზე ვდიო ეს ტყუილია რა არ შეიძლება აი ესენი გაზარდო იმით რა ქვია სიმინდით და გინდა ღერღილი იყოს რა გინდა დაუქვა ანუ რატო ვერ გადაიტანენ რა ესენი უბრალოდ ამათ ჭირდებათ ბუნებაში რაც ხდება რა კრუხი ზრდის წიწილებს ხო ის დედამიწის რა უნდა მისცეს ის პატარა უნაწევრებს რაღაც თვითონ უulis რა და ასწავლის რა უნდა ჭამონ რა იქ მიწაში უქეკავს და თვითონ აძლევს იმ ჭიაყელა იქნება თუ რაც იქნება პატარა მწერები ხო და ის იმან იცის ეხა ბუნებაში როგორც ხდება რა ეხა დედამ ხო იცის შვილს რა უნდა აჭამოს კომპოსტზე ვიტყვი როგორ ვამზადებთ რა ესე იგი აქ სულ 3 კომპონენტია რა ეს ნაკელს ვიტყვი ხო ნაკელი ეს თივა ყავისფერ მასას რასაც ვეძახი თივა იქნება ფოთოლი იქნება ნუ ნებისმიერი რაღაც და საკვების ნარჩენი რა ეს ყველაფერი ერთმანეთში ერევა და ესე იგი ჩვენ ყავს ნაკე მოზრდილი ქათმები რომლებიც ძალიან კარგად ამუშავებენ ამას რა ანაწევრებენ ამას და ამ პროცესში ეს ტემპერატურა საინტერესო ის არის ტემპერატურა იწევა აქ დეტალურად გეტყვით თუ გაინტერესებთ რა ესე იგი საიდუმლოება შევიდა პრინციპში ეს ძალიან ძველი მეთოდია თვითონ კომპოსტის დამზადების თვითონ პროცესი ძალიან ძველია რა როგორც გავარკვია ჩვენ წელთ აღრიცხომდე ამას აკეთებდნენ რა ეს იგივეა რაც მაგალითად ტყეში რაც კეთდება რა აი ეს თვითონ ეს ციკლი ხერასაც აკეთებს რა იწოვს იმას მე ფოთლები ვცვივა მე ეს ლპება და ვიღებთ ნიადაგს რომელიც არის შავი შეფერილობის ხო იგივე ესე იგი ეს სისტემა საიდან არის ერთი ავსტრალიელი მეცნიერი ბილ მონილსონი რომელმაც ის მიმართულება ჩამოყალიბა ფორმა მისცა რა ეს არის და მაგას დაარქვა permaculture რა ესე ინგლისურად ეგრეა ქართულად მუდმივი კულტურა ესე ითარგმნება რა რაც ხაზს უსვამს ამის მუდმივობას რა ეს იყო საინტერესო ჩემთვის და შევისწავლე ეგ ესე იგი ფერმერს ჩვეულებრივ ფერმერს მაგალითად რა ვიცი მარნეულში ხო და დიდი რაოდენობით ამზადებენ ბოსტნეულს ეს მარაგდება სამგორის ბაზარი ხო და უყურეთ არ არსებობს მექანიზმი მათთვის რომ დაიცვან ესე იგი დოზები რაღაცა ის ხო არის ხო შხამ ქიმიკადებსაც აქვთ დოზა რომ თქვათ რაღაც 1 მილიგრამზე მეტი არ უნდა მისცე მაგრამ თუ მისცემ ის აადვილებს იმას რომ ის დიდი გაიზრდება ლამაზი იქნება და ცოდნაც არ აქვს ხო ცოდნაც არ აქვს ეგ არის უბედურება რა რომ ცოდნაც არ არის ამის მოყვანის ცოდნაც არ არის იმიტომ რომ იმას დაჭირდა რაღაცა დაემართა ხო წავიდა იქ ურჩიეს რომ აი ეს უშველი სწავლა მიასხავს და აი ბედნიერად გაიზრდება ის და თუმცა ის შხამქიმიკატები ესე იგი აზიანებს თვითონ ის სიცხო შეიცავს ქიმიურ შენაერთებს თვითონ ბოსტნეული შეიცავს რასაც ჩვენ ჭამთ მერე
ეს ანადგურებს ესე იგი მიწაში რაც ცოცხალი ორგანიზმებია რა. ეხლა არავის თვითონ არაბუნებრივია რა და იწამლება თვითონ მიწაც. მიწაც დიახ. და ეს კიდე ცალკე თემაა რა. როდესაც იწამლება მიწა, იქ სიცოცხლე აღარ არის და შემდეგში რო გინდა რომ დათესო, კიდე უნდა დაასხა რაღაცა, თორე სხვა შანსი არ აქვს რომ მოიყვანო რა და ასე გრძელდება რა გამოფიტვა მიწის. მაგრამ ეს მიმართულება ეს permaculture-საც ქვია რა. პირიქით ხდება რა, თან შენ სარგებლობას გაძლევს და თან ეხმარები ბუნებას რა, რომ არ გამოიფიტოს და სიცოცხლე შეუნარჩუნო კი არა, უფრო გაუძლიერო რა. აი ეს კომპოსტი ამას აკეთებს. კომპოსტი არის ცოცხალი რა. ერთ მუჭაში მილიარდობით სასარგებლო ბაქტერიები არიან რა, რომელიც მიწას ანოყიერებს, აფხვიერებს და ხელს უწყობს განვითარებას იქ უამრავი ესე იგი ჭია ძალიან ბევრი სიცოცხლეა მიწაში რა, ასე ვთქვათ რა და ეს კომპოსტი აძლიერებს ამ ყველაფერს. და ასე, როდესაც ჯანმრთელი გაქვს მიწა, ჯანმრთელი პროდუქტი მოყავს იქ ძალიან ადვილად შეიძლება არა, მაგრამ ძალისხმევაც არ ჭირდება დიდი რა. თუ დაგეგმავ მიზანმიმართულად, აუცილებლად permaculture მაგას ქადაგებს რა, რომ ეს მინიმუმი ძალისხმევით მიიღებ მაქსიმუმს რა. თუ იქნები, ესე იგი, თანამშრომლობაში ბუნებას და ეს ქათმები რომ ყავდა აქ, ხო? ბუნებრივია კვერცხიც არის, ხო? და შემდეგ, ნუ ჩემი მიზანიც ეგ იყო, რომ ჩემს გარშემო ვინც იყო მეგობრები იყვნენ თუ ნათესავები, თან ამ პროექტში რა იდეადებს იცით, ეხლა მარტო ეს ჩემთვის რო გამეკეთებინა, ხო? დავტოვე ყველაფერი, წამოვედი სოფელში, მარტო ჩემთვის რო გამეკეთებინა, ფინანსურად ვერ გადავრჩებოდი, შანსი არ იყო რა. მარტო ჩემთვის რო აწარმოო, მაქსიმუმ მარტო ჭამა ხო არ არის, ხო? ეხლა ბევრი სხვა ხარჯებიც არის და მithumetes თუ ოჯახი გყავს, ბევრი სხვა ფული გჭირდება, ესე ვთქვათ რა, რომ გადარჩე. და მე ჩავატარე გამოკითხვა ჩემს მეგობრებში, ნუ ეს საქმიანობა დავიწყო, თუ გექნება სურვილო, შეიძინოთ რა. კარგი, ნამდვილ ხარისხენი, ახლა ვინ იტყოდა უარს, ხო? ნამდვილად ჩვენი გაცნობა. ხო და შევიძინე და აი მართლაც არანაირი რეკლამას არ ვაკეთებ. მართლაც უგემრიელესი იყო და აი ესე დავინტერესდი, რომ თქვენამდე მოვსულიყავი. ხო და ნუ ჩემ მეგობრებმაც რაღაცა ძალიან მოიწონეს ეს და ნუ დავიწყე საქმე და ნუ მე ამ ჩემს რას ჯერ კვერცხი იყო თავიდან და კვერცხის მომხმარებელი გახდნენ ჩემი მეგობრები, ნათესავები თუ ვისაც მივწუდი ასე ვთქვათ რა. შემდეგ რადგან ყავდა ქათმები, ხორცის თავისთავად არის ხო? და ხორციც გასინჯეს ძალიან ახტოვანებულები დარჩნენ ხო და ისე მოხდა რომ იმ ხელაზე გაიზარდა მოთხოვნა რომ მე რომ ეს სულ გამეყიდა მე და ვეღარაფერს ვეღარ გავაკეთებდი რა. ნუ ვეღარ გამოვიყენებდი ასე ვთქვათ. და გადავწყვიტე გაფართოება რა. და აი რას მოუწოდებდი ემიგრანტებს, ჩვენ ქართველ ემიგრანტებს? ჩემს გამოცდილებას გამოვიყენებ ამ დროს რა. ზოგი იძახის, ზოგი ფიქრობს რომ საქართველოს არ უნდა დავტოვოთ, მაგრამ მე ფიქრობ, ჩემთვის ესე იმუშავა რა. მე აქ რო დავჩენილიყავი, ასეთი არ ვიქნებოდი რა. როგორიც ვარ, როგორი გულითაც ვარ ჩემი ქვეყნის მიმართ, ჩემი ხალხის მიმართ, ასეთი არ ვიქნებოდი რა. იმიტომ რომ განშორება ჩემი აზრით არის პირიქით კარგი. შეიძლება ყველასთვის ასე არ იმუშაოს, მაგრამ ვინც ეხლა მე გავიცანი, ვისთანაც ურთიერთობა მქონდა, მათთვისაც ასე იყო რა, გამძაფრდა გრძნობები სამშობლოს მიმართ. ჩემი აზრით, ყველა ადამიანმა ახალგაზრდამ უფრო რა, რომ დატოვოს საქართველოს რაღაც გარკვეული პერიოდით და მიიღოს გამოცდილება და თუ ჩემსავით მაგალითად მე კი ის კი არა ვარ ანგელოზი არა ვარ მაგრამ ჩემსავით დააფასებს დროს შრომას და ვიცი გამოცდილება შეიძლება ისწავლის
მე პირიქით რა ურჩევ რომ აი ეს ნაბიჯი გადადგან და შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში რომ აქაც დიდი შესაძლებლობებია რა უცხო მიწაზე გატარებული წლების შემდეგ მათ იპოვეს ბედნიერება და რეალიზება. სამშობლოში მეგობრების სიმტკიცემ და საერთო ხედვამ განაპირობა ინოვაციებით დატვირთული ფერმერული სტარტი ფერმერულ წარმატებად ექციათ. ისინი დაუბრუნდნენ ფესვებს, მაგრამ მოიტანეს მომავალი. ამით მათ დაგვანახეს მთავარი ჭეშმარიტი სახლი იქაა, სადაც შენი ოცნება აღსრულდება, რადგან მთვარე შენი სახლის დარაჯობიდან გამოდის და იწყება მთავარი სიყვარული.